მე ვარ მამუკა ხაბარელი, სამგორის რაიონის ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი. ჩვენ როგორც წესი ყოველ ოთხშაბათს გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, განვიხილავთ მათთვის საჭირო საკითხებს და ამავდროულად გავდივართ ადგილზეც და ვხვდებით მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით არსებულ პრობლემებს და შეძლების დაგვარად შესაბამისად ვცდილობთ რომ მოუგვაროთ მათ ეს საჭიროებები. არის საკითხები, რომელიც ყისიერად ხდება მათი გადაჭრა, თუმცა არის საკითხები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მოსახლეობას მოთმინებისთვის, იმიტომ რომ ისინიც კარგად აანალიზებენ და ათვიცნობიერებენ იმ არსებულ მდგომარეობას, რომ ყველა საკითხის ყისიერად გადაჭრა შეუძლებელია. ჩვენი დეპუტატი ბატონი მამუკა ხაბარელი ოპერატიულად არის ჩართული პრობლემების მოგვარებაში, თუ რამე გვჭირდება, ნებისმიერ დროს უკავშირდებით მას და ის ნებისმიერ დროს არის მზად რომ დაგვეხმაროს ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. ჩვენს ოლქში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და მიმდინარეა. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ლილოს დასახლებაში, ძალიან კარგ სარეკრეაციო სივრცეში. ასეთი სკვერი ამ პატარა დასახლებაში არის ორი, ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი არის აქ ლილოს დასახლებაში, მეორე საქნავთის ტერიტორიაზე, ისაც ზუსტად ანალოგიური, ასეთივე მოწესრიგებული, მოვლილი და გამწვანებული სივრცეა. და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამწვანებული სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა და ვხედავთ მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ვინაიდან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის უფრო მეტად დაახლოებას. საღამოობით ფაქტიურად გადავსებულია სკვერები, როგორც ახალგაზრდა თაობა, ბავშვები, მშობლები, ასევე უფრო ასაკოვანი ადამიანები ძალიან აქტიურად გამოდიან გარეთ და მათ აქვთ ერთმანეთთან ძალიან ისეთი მჭიდრო და ახლო კომუნიკაცია და ეს ძალიან კარგია. მიმდინარეობს ლილოს დასახლებაში, სულ რამოდენიმე დღეში დასრულდება მიმდინარე პროექტია, უნიკალური საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ფაქტიურად დასკვნით ეტაპზეა ამ ბაღის მშენებლობა და ძალიან მალე უკვე ექსპლუატაციაშიც შევა. განათლების სამინისტროდან გამგეობებს გადმოეცათ სკოლის ტერიტორიების კეთილმოწყობა და ჩვენს ოლქში ძალიან ბევრი ასეთი სივრცე რეაბილიტირდა და მოეწყო შიდა სივრცეები. ასევე იცით რომ დედაქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების ბიუჯეტი გაორმაგდა და აღინიშნა რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით არც ერთი ავარიული ლიფტი აღარ უნდა იყოს და ჩვენი ოლქიც არ არის გამონაკლისი, განახლება ხდება და სულ ახალი ლიფტები ეწყობა. გვაქვს უკვე არსებული რამოდენიმე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი ჩვენს ოლქში კონკრეტულად და ასევე მიმდინარე პროექტია დიდი ლილოს დასახლებაში უკვე აშენდა ერთი მულტიფუნქციური ცენტრი და ასევე მიმდინარეობს მშენებლობა ფეხბურთის სტადიონის სატრენაჟორო სივრცის, პადელის კორტის და ძალიან კარგი სივრცე ეწყობა დიდი ლილოს ტერიტორიაზე და ეს პროცესი განგრძობითია, ანუ ყოველ წლიურად ჩვენ ახალ სპორტული დანიშნულების ობიექტებს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა გამგეობის თანადგომით და მერიის ბუნებრივია. ახლა ვიმყოფებით ორხევში, სადაც მიმდინარეობს ძალიან ლამაზი სივრცის მოწყობა. წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც ჰქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, იყო ძალიან დიდი თხოვნა აქ მაცხოვრებელი ადამიანების, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე იყო ძალიან ისეთი მოუწესრიგებელი სიტუაცია. ტერიტორია ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ჩემი, ასევე სამგორის რაიონის დელეგატის ვარლამ ლიპარტელიანის ძალისხმევით, ტერიტორია გადმოეცა მუნიციპალიტეტს და როგორც ხედავთ, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ სივრცის რეაბილიტაცია. მალე დასრულდება აღნიშნული სკვერის მოწყობა და ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე შეემატება სამგორის რაიონს, კერძოდ ორხევს. ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, ყველას უხარია ძალიან და მოსახლეობის სახელით, ჩვენი უბნის მოსახლეობის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ მამუკა ხაბარელს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, ისა ძალიან კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრი რჩება ჩვენს რაიონში, ლილო-ორხევის ოლქში, პრობლემები ბევრია, თუმცა ერთობლივი ძალებით, როგორც ადგილობრივ გამგეობასთან ერთად, ასევე ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ
ყველა არსებულ პრობლემას ადგილზე გავეცნოთ და ვეცადოთ და გადავჭრათ ეს პრობლემები ჩვენს მოსახლეობასთან ერთად.